ყველგან შეიძლება დაგჭირდეს იმისთვის, რომ საქმიანობა უფრო გაგვიმარტივდეს. გავიარეთ დღეს OSINT და კიბერუსაფრთხოება. ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა. საერთოდ ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, მომავლის ტექნოლოგია და ყველა სფეროს სჭირდება. კარგი იქნება თუ ყველა სფერო აითვისებს ამ ტექნოლოგიებს. ერთ წუთში გიქმნის 5-დან 10 წუთამდე პოდკასტს. რაც უფრო მეტ მასალას მიეწამით, უფრო სრულყოფ. ჩვენ ვიცით, რომ დღეს პრობლემა არის უსაფრთხოება როგორც ფიზიკური, ისე ონლაინ სივრცეში, სწორედ ამიტომ ტრენინგების პარალელურად, სადაც მონაწილეები გადიან უსაფრთხოების საკითხებზე სწავლებას და ასევე ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის გამოყენებას სწავლობენ. ჩვენი მიზანი არის, რომ მათ ისწავლონ, როგორ ცხოვრენ უსაფრთხოდ და იცვლან თავი თუნდაც ონლაინ ისე ფიზიკურ სივრცეში. და გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური გადაცემა, სადაც კომპეტენტური სტუმრების რჩევების მიხედვით სწავლობენ ქალები თუ როგორ ცხოვრენ უსაფრთხოდ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ქალების ფსიქოლოგიური გაძლიერება და როგორ დაიცვან თავი სტრესული გარემოსგან. საქართველოში შემოვა, საქართველოს არ აქვს ნორმალური აპლიკაციები, რომ შენ ქვეყანას დღეს, როდესაც ჟურნალისტის პროფესია და ზოგადად ჟურნალისტიკა განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა, მიმდინარე კანონ პროექტებიდან გამომდინარე და უკვე დამტკიცებული კანონებიდან გამომდინარე, არ ვიცით ხვალ რა გველის რეალურად შეიძლება საერთოდ მოხდეს ისე, რომ ადამიანებმა ვეღარ ამ პროფესიის გამოყენება, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ სხვადასხვა პროგრამები და სხვადასხვა აპლიკაციები იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ისე რომ საფრთხე არ შეუქმნათ არც ადამიანებს და არც უშუალოდ ამ პროფესიის წარმომადგენლებს. დღევანდელ რეალობაში, როდესაც დამოუკიდებელი მედიის მუშაობა უკვე საფრთხის ქვეშ არის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებმა შეძლონ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის და სხვა ხელსაწყოების დახმარებით, გააგრძელონ უსაფრთხოდ მუშაობა ონლაინ სივრცეში. ჩვენ ჟურნალისტები შევთანხმდით, რომ ქართული მედია ჯგუფის დახმარებით შევმუშაოთ სტრატეგიას, რომ ონლაინ სივრცეში თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ და გავაგრძელოთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა. თან სწავლობენ ახალ ციფრულ უნარებს. ხო და თუ ამას ცოტა უფრო ფართოდ შევხედავთ, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო აქტივიზმი შეერწყას თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას.